საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. წინადადების მიხედვით კანონში უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც უბადო პატიმრობას ითვალისწინებს და მის ნაცვლად უმაღლეს ნორმად 20 წლიანი სასჯელი განისაზღვროს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. შევიმუშავეთ და უკვე რამოდენიმე კვირაზე მეტი არის, რაც პარლამენტში წარდგენილი გვაქვს ამნისტიის კანონპროექტი და ცვლილებების კანონპროექტი 2012 დეკემბრის ამინისტრიაში, სადაც წერია, რომ თუ ეს მას მიიღეს პარლამენტი, მათ შეეცვლებათ სასჯელი 20 წლის ვადით. დღეს ვსჯელობთ თუ რა ახალი რეგულაციები არის მისაღები იმისთვის, რომ უადო თავისუფლების აღკვეთი პირების მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზედაზღვარი იყოს ცნობილი და სასჯელის 1/4 პრინციპი ადეკვატურად გავრცელდეს.